ჭკვიანია ჩვენი მთავრობა. Რაღაც კარგად ფარავს იმ მთავარ სოციალურ პრობლემებს ამ ამბებით. ესე იგი, რა ვიცი, აბა ეს პრეზიდენტის ძოლი, იქ ვიღაცას უჩივლა, იქ ვიღაცას რაღაც სიტყვა უთხრა თანამშრომელს, მერე ვაიმე ძაღლები დაწვეს არ დაწვეს ესეც ვერ გაიგო ხალხმა, მაგრამ ხო თავარი ნიუსი ხო იყო ამოხეთქა ხალხის ნეგატივმა, ამოანთრიეს და ახარჯეს მთელი ნეგატივი და მე რაც თავარია დაიღალნენ თავარი სათქმელისთვის. დაიღალნენ იცირისთვის ორი გაძვირდა, დენი გაძვირდა, გაზი გაძვირდა, გადასახადები, ყველაფრისთვის სოციალური პრობლემები ვიღას ახსოვს. მთავარია სტულოვამ დადგა ეს სპექტაკლი, ისე დაინახა სტულოვამ. ხო, მედიათ კი არ შემეხო ეს ყველაფერი და ხო, არ მომწონს რომ ბიუჯეტიდან ამ ხელაფული დაიხარჯა, მაგრამ კაი ჯანდაბას ქართველებში და ყველა ნიუს ვუძებნი რაღაც გასასამართლებელს. არც ერთი არ მომწონს, მაგრამ რაღაცა გამართლებს, იმიტომ რომ ხალხი რომ ძალიან ლანძღვას იწყებს და მე ეძახე რომ ადამიანი, მე მაინც მგონია რომ იმ ადამიანების უკან ხო კიდე სხვა ადამიანები არიან, ხო, ახლა ის გოგო ამოუვარდა, ვის არ გინახავთ ძუძუ, ხა რა არის, აფრიალებენ ამ ფოტოს, შვილი ყავს, ქმარი ყავს, ოჯახი ყავს, რატო არ დაფიქდა, ხო, არ დაფიქდა. თანაც ფული გადაუხადესო და ამ ხელაფულს ვინ არ წახვიდოდით დიდ ფულზე, ვინ არ ითამაშებდით, თუ მსახიობი ხართ მით უმეტეს და კარგი გააკეთა. ნუ იმან ისე დაინახა, მე დიდად ხა კი არ შემეხო ეს ვეფხისტყაოსის ამბავი. ვაიმე შებილწა და ყველა დიდი ნაწარმოები შეიძლება გააკრიტიკო, შეიძლება ცუდად დადგას, იმან ისე დაინახა და ნუ არ არის ხა ეს დიდი ერის პრობლემა. ერის პრობლემა არის ეს მაღაზიაში რო შეხვალ და როცა სახში კიდე საჭველი წაიღო და არიცი როგორ გაანაწილო ის ბიუჯეტი რაც იმ დღის გაქვს. ეს შუქის გადასახადი რომ მოვა. ეს ძალიან ბევრი რამე, მიგრაცია რომ არის, რომ ვერ შეაჩერა ვერც ერთმა მთავრობამ ეს მიგრაცია და გადინება მიდის. ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის განათლების სისტემა. რა ვიცი, რომელი ერთი თქვა სოფლის მეურნეობა. მარტო სულ რაც თავი მახსოვს, მომხმარებელი ქვეყანა რო ვართ. ყველას ვამართლებ თითქოს, მაგრამ ერთი ვერ გავამართლე ამ უახლოს ისტორიაში. ის კებს რო ხეჭავდა. ის ვერაფრით ვერ გავამართლე, ვერ მოვუძებნი რაღაცა, რომ ის რო კებს ხეჭავდა, პირდაპირ კებს ხეჭავდა, ის ვერ გავამართლე. ვიძახე, რომ ხო ახლა მე ხო ვიცი ადამიანების რაღაც 10% მაინც შევაგდო, რომ გავამართლო და ვერ. მოკლედ სოციალური პრობლემები და წავიდა უკანა პლანზე. ჭკვიანია ჩვენი მთავრობა. გააკეთებს რაღაცას იქ, მე უცებ რაღაც